მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ყველა ავტომოყვარულს და ყველა ტექნიკის მოყვარულ ადამიანს. საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მინდა პირველ რიგში 2025 წლის დადგომა მოგილოცოთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ წელს, თქვენი მიზნების და ოცნებების ასრულებას ყველას. დღეს მინდა ასეთი ვიდეო შემოგთავაზოთ. დაახლოებით 4 წლის წინ მე მსგავსი ვიდეო გადავიღე ხელსაწყოებთან დაკავშირებით. თუ რა ხელსაწყოები მქონდა მე და კმაყოფილი ვიყავი თუ არა ამა თუ იმ ხელსაწყოთი. ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მანქანები უყვარს ან ტექნიკით არის დაინტერესებული, ძალიან მნიშვნელოვანია ესა თუ ის ხელსაწყო. ზოგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც სამუშაოს ვერ ჩავატარებ თუ ეს ხელსაწყო არ აგვაქვს. ზოგჯერ კი უბრალოდ გასამარტივებლად სამუშაოსი გვესაჭიროება. მაგრამ, როდესაც ვყიდულობთ, შეიძლება ვფიქრობდეთ, ვარგა თუ არა ესა თუ ის ხელსაწყო, გამომადგება თუ არა. და მე უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, აი ის 4 წლის წინ რაც გადავიღე, ის ხელსაწყოები შემომრჩა თუ არა, ვარგა თუ არა ისინი ჯერ კიდევ, რაღაც შეიძლება შემოიფშნა, ან ძალიან გამომადგა, უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, ან კიდევ დაემატა იმ ხელსაწყოებს ესა თუ ის ხელსაწყო კიდე რაღაცა დამატებით და ღირს თუ არა მათი შეძენა. უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეხლა მე ყველაფერს ვერ გაჩვენებთ აბსოლუტურად, მაგრამ რაღაცეებს, რაც დაგროვდა, აგერ როგორც ხედავთ, აი აქ ირგვლივ დავაწყე უბრალოდ რომ გაჩვენოთ რაღაცეები. მინდა რომ გაგიმარტივოთ თქვენს ყიდვის დროს გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიმარტივდეთ. მოდი დავიწყოთ ახლა. სწრაფად გადაურბინოთ რომ თქვენი ძვირფასი დრო არ დაუხარჯოთ. მოდი დავიწყოთ სადმე ერთი კუთხიდან და გავყვეთ მოკლედ ნელ-ნელა. დავიწყოთ მოდით აქედან. ეს მე ადრეც გაჩვენეთ თქვენ ეს ხელსაწყო. ეს არის საწვავის წნევის შესამოწმებლად, კონკრეტულად ბენზინის. ეს არ არის დიზელისთვის, რადგანაც დიზელს ბევრად უფრო მაღალი წნევის ხელსაწყო ესაჭიროება და ამით შეეძლებთ მხოლოდ ბენზინის სისტემის შემოწმებას. ამას აქვს როგორც ხედავთ, აი ასეთი მანომეტრი, ასევე რეზინის მილები, სხვადასხვა გადამყვანები, პირდაპირ ჩაფრქვევის სისტემებისთვისაც არის, აი ასეთი, რადგანაც მოგეხსენებათ, პირდაპირ ჩაფრქვევას არა აქვს მილები, არამედ აი ასეთი რკინებით არის გადაერთებული. მოკლედ აი ესეთი სხვადასხვა გადამყვანები, მაგრამ დიდად მე ეს არ გამომიყენებია. აქ ახლა გაფუჭებით არაფერი არ გაფუჭდება, ნორმალური ხარისხისაა ყველაფერი, მანომეტრიც ავით ნორმალურია, უბრალოდ თუ გჭირდებათ ხშირად მაშინ გამოგადგებათ, მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივ ძრავებზე, აი როგორც მაგალითად საბურავს დასაბერი აქვს აი ასეთი დაახლოებით, სწორედ ზუსტად ისეთის გადამყვანი აქ არ არის. ეხლა მე რო ვყიდულობ და ვიყიდიდი თუ არა ამას ვიყიდიდი, უბრალოდ უფრო დიდი ყუთი არის, სადაც საერთოდ ყველაფერი არსებობს, ყველანაირი გადამყვანი აქ 100%-ით ყველა გადამყვანი არა, ამიტომ ამ შემთხვევაში ამას იმის გამო არ ვიყიდიდი, რომ აი ეს გადამყვანი რაღაცები არ აქვს, მაგრამ ხარისხის გამო ამასთან რა ვიცი, არ არის შეკითხვები, ასე რომ ვთქვათ. გადმოვიდეთ აქეთ. ეს არის ძალიან მაგარი ხელსაწყო, ვინც იცის გამოყენება იმ ხალხისთვის. ვინც არ იცის, გეტყვით რისთვის არის ეგრეთ წოდებული სტუპიცის პაჩივნიქს, რასაც ვეძახით, აი საბურავი, რაც არის აქეთ დამაგრებული, აპორნი ეგრეთ წოდებული, სამოხრუჭე დისკი. მაგის გამოსაპრესად და ჩასაპრესად მოუხსნელად, ანუ მთლიანად ეს თელი ნაწილი ამორტიზატორი რაზედაც დამაგრებული ის რომ არ მოხსნათ, ისე ადგილზე შეგვიძლია გამოვპრესოთ და ჩავპრესოთ, აი გეტყვით, ძალიან იოლად, როგორც აი რო არ წარმოგიდგენიათ ისე. ესენი დგება ზემოდან ამ ეგრეთ წოდებულ სტუპიცის პაჩივნიქზე, აი ამ გადამყვანებით ესენი ეხლა ვერ ავაწყობ ეხლა მთლიანად ამას თავიდან ბოლომდე, რადგანაც დიდი დრო დაჭირდება და შემდეგ აი ასეთი დიდი ხრახნი აქვს, დავატრიალებთ ამაზე და მოკლედ გამოპრესავს და ჩაპრესავს უპრობლემოდ ძალიან მარტივად დაშლის გარეშე. დროს დაზოგავთ ნერვებს და ძალას. ძალიან მაგარი რაღაცაა. ყველა მანქანაზე არ მიდის, პოლოზე, გოლფზე და კიდე ბევრ მოდელზე მიდის, მაგრამ შეგიძლიათ ასე სხვა მარკის ავტომობილებზეც გამოიყენოთ. მოკლედ ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის, ვისაც ჭირდება. ეხლა მოდით აქეთ გადმოვინაცვლოთ უცებ. მოკლედ გეტყვით ეს Motorbrücke ქვია ამას გერმანულად.
ეს ზემოდან დასამაგრებელი არის აი აქა კაპოტზე, კრილოების შიდა მხარეს, აი ფრთებზე დავამაგრებთ და ძრავისთვის, როდესაც მაგალითად არ გვინდა რომ ძრავი ჩაგვივარდეს, ეგრეთ წოდებულ პადუშკებს რომ მოხსნით ან რაღაც და შეგვიძლია ავწიოთ რამდენზეც გვინდა. Ну, მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი მასიური რკინა და ამის გაფუჭება, რა ვიცი, ფაქტიურად შეუძლებელია, არ ფუჭდება 200 ჯაჭვი მოყვება 200 გადამყვანი. მოკლედ ეს იდეალური რაღაცაა, გამოგადგებათ თუ შეიძენთ. ესენი უბრალოდ რა ვიცი ვისაჭირდება, მე თითქმის არ მჭირდებოდა, რამოდენიმეჯერ მაქვს გამოყენებული, მაგრამ რა ვიცი საკმაოდ კარგი ხარისხისაა ესენი და მოკლედ არც გადატეხილა, არც ჩამოვარდნილა, ეს რო ჩამოვარდნილი იყო სავარაუდოდ და მომტეხავდა რაღაცას, მაგრამ რა ვიცი, ეხლა ამ წუთას არ ვიყენებ ამას საერთოდ, რადგანაც ამწემა აქვს, ამიტომ ნუ ესენიც კარგია. ეხლა რაც შეეხება ამ ხელსაწყოს, ამ ხელსაწყოს შევიძენდი თუ არა. ეს ალბათ მიხვდით რისთვისაც არის, ეს არის ზეთის ფილტრის მოსახსნელი. სხვადასხვა ზომები, ყველა ზომა რაც არსებობს. გამომიყენებია რა თქმა უნდა, ბევრჯერ, მაგრამ კმაყოფილი არა ვარ. რატომ არა ვარ კმაყოფილი? თვითონ ესენი, აი ეს მეტალი, რა ვიცი, თითქოს არ არის ცუდი, მაგრამ რაღაც მე მგონია რომ მაინც რაღაცნაირად სუსტია, რადგანაც ზოგი ადამიანი არანორმალურად უჭერს, აი ნამდვილად არანორმალურად უჭერენ ზეთის ფილტრს ხელით გადაჭერა მაქსიმალურად ხელში რაც ძალა გაქვს რომ გადაუჭიროთ, ისიც საკმარისია და ვინც ძალიან მაგრად უჭერს, ამით შემდეგ ვერ უშვებ და თან ძალიან რთული მოსაძებნია აქვს ამა თუ იმ მანქანის სხვადასხვა ფილტრის ზომა რა, ფილტრის ზომაც რომ შეესაბამებოდეს. ასეთები არის, იყიდება სქელი ალუმინის მეტალებით, აი ასეთი ფორმები, სხვადასხვა ფორმის სქელი ალუმინის მეტალით. ეხლა რო ვყიდულობდე, ამას ნამდვილად არ შევიძენდი, ვიყიდიდი აი მეორე ვარიანტს, რომელშიც აი ეს სქელი ალუმინის რკინით არის გაკეთებული, ასე რომ ვთქვათ, მეტალით არის გაკეთებული. ასეთი რაღაცას მოყვება ამას, ამით უფრო მოხსნით რაღაცებს, ვიდრე აი ამ ზეთის ფილტრის აი ესეთი ადაპტორებით რა, მოკლედ ამით არა ვარ დიდად კმაყოფილი სიმართლე რომ გითხრათ. ეხლა გადმოვიდეთ აქეთ, ეს ახლა სპეციფიური ხელსაწყო არის, მეგობრებო, ეს არის BMW-ს ვალტრონიკის ძრავებისთვის, აი ამ ძრავისთვის, აი აქ რასაც ხედავთ ამ BMW-ში, აი აქ, აი ამ ძრავისთვის, ვისაც გსურთ ჯაჭვის შეცვლა, შეგიძლიათ აქედან აიღოთ გასაჭედი ჯაჭვის კი არა, კალენვალის, რასპრედვალის, რომ გაასწოროთ ეგრეთ წოდებული მეტკებს, რასაც ეძახით, ნიშნულები და ასევე ვალტრონიკის ზედა ნაწილი დაშლას თუ აპირებთ და შემდეგ აწყობას, აქ ყველაფერი არის იმისათვის, რომ ვალტრონიკის ზედა ნაწილი, ну, მოკლედ ააწყოთ და ასევე ჯაჭვი გაასწოროთ, თავის ვანუსებიან ყველაფრიანად, ასევე დამჭიმის გადასაჭერი თავის დონეზე, მოკლედ აქ ყველაფერი არის ვალტრონიკის ძრავისთვის N46, N53 ძრავებისთვის. ეს მოკლედ ძალიან კარგი რაღაცა არის, ამასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, იდეალურად მუშაობს. გადმოვინაცვლოთ აქეთ. ეს არის Volkswagen-ის, Audi-ის, Seat-ის, Skoda-s ძრავებისთვის, ბევრი სხვადასხვა ძრავის ეგრეთ წოდებული ზუბჩატი რემნის შესაცვლელი, ნიშნულების გასაჭედი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ძრავისთვის, სხვადასხვა მოდელის. რაც ჩამოგითვალეთ იმ ავტომობილებიდან, ესეც იდეალური არის, ძალიან კარგი ხარისხისაა, რაც გჭირდება, რაც საჭიროა, ყველაფერი აბსოლუტურად არის აქ. და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. გადავინაცვლოთ ახლა აქეთ. ეს არის ვინც იცით და ვინც არ იცით გეტყვით კომპრესიის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ბევრად უფრო ძვირადღირებული მაგარი კომპრესიის გასაზომები, მაგრამ ვისაც არ უნდა ძალიან ბევრი ფულის გადახდა, მაგალითად ესეც საკმარისი არის და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგანაც ძალიან ბევრჯერ ვიხმარე და გამომადგა. იდეალურად შეგიძლიათ ამით კომპრესია გაზომოთ, არის სხვადასხვა აალების, სანთლების ზომებისთვის ხრახნები და გაზომავთ ამით კომპრესიას სწორად, ზუსტად ყოველგვარი პრობლემის გარეშე. გადმოვინაცვლოთ აქეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული კლაპნის სალნიკების შესაცვლელი ხელსაწყო, კლაპნის სალნიკები შეგიძლიათ აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით მოხსნათ. სალნიკები და ეს არის შემდეგ ჩასაპრესი, ანუ ახალი სალნიკების დასაყენებელი, ეს ძალიან კარგი არის.
შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი რაღაც, თუ დაგჭირდებათ და უცებ აქეთ გადმოვინაცვლოთ, რადგანაც ესეც სწორედ ისეთი ხელსაწყო არის, აქაც არის ზუსტად ისეთი ხელსაწყოები, რითიც შეგიძლიათ მოხსნათ კლაპნის სალნიკები და დანარჩენი დასაყენებლად. მაგრამ ეს არის განსაკუთრებული და რა განსხვავება აქვს იმასთან შედარებით, როდესაც მოკლედ ამით ვაკეთებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ აწყობილ ძრავზე. ანუ ძრავს არ მოხსნათ ეგრეთ წოდებული გალოვკა, ძრავის ზედა ნაწილი და ისე შევცვალოთ კლაპნის სალნიკები, წნევა ჩაუშვათ შიგნით ცილინდრში, რომ კლაპნები არ ჩაგვივარდეს. ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ კეთდება ეს, აი ამ BMW-ზე მე შევცვალე სწორედ ასე კლაპნის სალნიკები მოუხსნელად ძრავის ზედა ნაწილის და ვისაც გაინტერესებთ არის ჩემს არხზე ამისი ვიდეო, ეს არის იდეალური ხელსაწყო, ძალიან მაგარი ხელსაწყო, შეგიძლიათ შეიძინოთ დაუფიქრებლად, ნამდვილად კარგი რაღაცა არის. მოკლედ გავაგზავნოთ ახლა აქეთ, სადაც ვიყავით. ესეც ძალიან მაგარი ხელსაწყოა, შეუცვლელი ხელსაწყოა. როდესაც ძრავის ზედა ნაწილი მოხსნილი გაქვთ და კლაპნების ამოღება გსურთ, ამა თუ იმ მიზნით, უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით თუ გაღუნულია კლაპნები თუ რაც ჭირს არ აქვს მნიშვნელობა, აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით შეგიძლიათ უპრობლემოდ მოხსნათ, ანუ ეს დააждდება ზამბარებს, კლაპნის ზამბარებს და შეგიძლიათ მოჭიმოთ, ამოიღოთ ჩამკეტები და მოხსნათ მოკლედ კლაპნები და ასევე შემდეგ დაყენების დროს ძალიან დაგეხმარებათ. ეს არის BGS-ის ფირმის ძალიან კარგი ხარისხის შეუცვლელი ხელსაწყო. რა ვიცი, ღმერთმა იცის, რამდენი ძრავი მაქვს ამით გაკეთებული, შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე აი ეს ეხლა კონკრეტულად ამაზე არ ვიძახი, ეს ჩემთვის არის აუცილებელი ხელსაწყო. ვინც არიცით, გეტყვით, ამის ვიდეოც დევს ჩემს არხზე, როდესაც რაღაც შეერჭობა მაგალითად ბორბალს, რეზინაში შიგნით, ლურსმანი იქნება თუ რაღაც შურუპი არ აქვს მნიშვნელობა და გაზდის, შეგიძლიათ ამოიღოთ და ეს თოკი გაუკეთოთ, როგორც ვულკანიზაციაში გიკეთებენ. ეს არის საკმაოდ იაფია, ეს ხელსაწყოები მე ბევრი სხვადასხვანაირი მაქვს ეს და რამანდენი მანქანაც მყავს, რომელსაც არ აქვს სათადარიგო საბურავი, ყველა მანქანაში თითო-თითოდ მაქვს ჩადებული ეს ხელსაწყო და შეგიძლიათ გზაშიც რო დარჩეთ სადღაც არ დაგჭირდებათ ვულკანიზაცია, უბრალოდ გააკეთებთ თქვენით ამას და გააგრძელებთ გზას. ასეთი ყველა მანქანაში უნდა იდოს ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყველა მანქანაში, რომელსაც არ აქვს სათადარიგო საბურავი. და გირჩევთ ყველას რომ შეიძინოთ, ბევრი სხვადასხვანაირია, გამოგადგებათ ძალიან მაგარია. აქ რომ გადმოვინაცვლოთ, ეს არის ასევე Volkswagen-ის Audi, Seat-ის, Skoda-ს ძრავებისთვის 1-8, 2-0 TFS-ი ძრავებისთვის, სწორედ იმ უბედური და საძაგელი ძრავებისთვის, რომელსაც 3 ჯაჭვი აქვს შიგნით და მისი შეცვლა ძალიან აუცილებელია, თორე ერთ დღესაც იქნება გზაში დაგტოვებთ და განადგურდება, ასევე შეგიძლიათ მსგავსი ძრავის ვიდეო ჩემს არხზე ნახოთ. ამ ხელსაწყოთი თუ როგორ ხდება ჯაჭვის გასწორება, ნიშნულების გასწორება და კმაყოფილი ვარ თუ არა ამ ხელსაწყოთი. ამ ხელსაწყოთი ერთი რაღაცით არა ვარ მხოლოდ კმაყოფილი, ყველაფერი აბსოლუტურად თავის ადგილზე ჯდება, გარდა აი ამ 3 რაღაცისა. ეს რისთვის არის, ახლა ვინც არიცი, როდესაც ზედა რასპრედვალის მოხსნა გინდათ, რასპრედვალზე ვანუსი რომ აყენია, აი სწორედ იმას ბოლტი აქვს და ამის მეშვეობით უნდა შეძლოთ მისი მოხსნა. და რატომღაც ეს არ ჯდება მილიმეტრებში ზუსტად თავის ადგილზე და ამიტომ ძალიან რთულია მისი მოხსნა და აი გავწამდი რა, რასაც ქვია, გავწამდი მის მოხსნაში და ძლივს მოხსენი შემდეგ იმ ვიდეოშიც ნახავთ. მოკლედ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, აი ესენი არ ემთხვევა, არ ვიცი კონკრეტულად, ახლა ჩემ შემთხვევაში რაღაც არ დაემთხვა მილიმეტრები თუ პრობლემა აქვს ამ თვლიანობაში, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს ხელსაწყო ეს ნაგავი არის აბსოლუტურად და არავის არ გირჩევთ თუ სადმე შეგხვდებათ ამ ფილმის რაღაცის შეძენას, ეს არის Starkman, ეს ძალიან დიდი ხნის წინ შევიძინე მე და ეგრევე ბოდიში ამ სიტყვისთვისაც დედა ეტირა ყველაფერს. ამიტომ ეს არ შეიძინოთ ამ ფილმის ეს Starkman, ეს ვითომ გერმანულია, მაგრამ საერთოდ არაფრად არ ვარგა და მე ამას საერთოდ არ ვიყენებ, უბრალოდ ეხა გაჩვენეთ, რომ თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა. ვისაც სურს მსგავსი ტიპის ნაკრების შეძენა, აი ეს ბევრი არის საქართველოში ასეთებიც და ეს არის
მანეზმანი არ არის, მე მგონი, ხო, მანეზმანის ფირმა არის, აი ასეთ ტიფერის ჩასადებში არის, მუქი მწვანე, ეს მაქვს ძალიან დიდი ხანია და საერთოდ არაფერი არ გაფუჭებულა, აქ ხეცივით მუშაობს, არანორმალურად და შეგიძლიათ ეს შეიძინოთ უპრობლემოდ, ეს საქართველოშიც ბევრია, როგორც ვიცი. კიდევ რა მაქვს აქ? აი ეს იატოსი, ეს არის, როდესაც სავალ ნაწილზე მუშაობთ, გამოსაგდები, ამა თუ იმ რაღაცა რა ვიცი, რას ეძახით რუსულად შარავოი ქვია თუ რაც ქვია, შეგიძლიათ ეს გამოვიდოთ სხვადასხვა ზომის, მესამეც იყო და გატყდა სხვათა შორის ეს ყური მოტყდა, არ ვიცი რატო. მაგრამ ნუ მოკლედ შეიძლება ეს გამოგადგეთ რაღაცებში, როდესაც სავალ ნაწილზე მუშაობთ. ეხლა კიდევ ხო, აი ეს მინდა გაჩვენოთ, ეს შეუცვლელი ხელსაწყო ბოლის დეტექტორი, ანუ ბოლს წარმოქმნის, ალბათ გაგიგიათ და იცით ბევრმა, შეუერთებთ შემდეგ მილებზე, აქ თავის ყუთში ყველანაირი მილი არის, ყველანაირი გადამყვანია და სადმე თუ აპარებს თქვენი მანქანა ჰაერს იპარავს, განსაკუთრებით ტურბოძრავებისთვის სასიკვდილოდ მნიშვნელოვანია, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცაა ეს და ეს ყველა ადამიანს რა ცუდი არ იქნება, ხელოსანს ფაქტიურად ყველას უნდა კონდეს და ასევე მოყვარულსაც თუ ექნება, რა ვიცი, კომფორტის გარდა, რა ვიცი, ცუდი ამაში არაფერი არ არის. ასევე აი ასეთი მაგალითად ტორნადო, ესენი რკინის რომელიც არის ასევე რკინის აი ეს თავებით. ეს არ არის ძვირიანი, ეს იაფასიანი არის, მაგრამ თავის მოვალეობას ასრულებს, აი ასე უბრალოდ გარაჟში ჩემთვის ზოგჯერ რო გამოვიყენებ, თავის მოვალეობას ნამდვილად კარგად ასრულებს, მაგრამ ვინც ახლა პროფესიონალურად არის დაკავებული, იმას ეს არ გამოადგება, იმისთვის ბევრად უფრო ძვირიანი იქნება საჭიროს, რომ ვინც ხშირად მუშაობს, ეს მეტალის მთლიანად უკეთეს კარგი ფირმის, მაგრამ აი ესე ჩემსავით, ვისაც ამოყვარლო დონეზე ზოგჯერ საკუთარი მანქანის გაწმენდა სურს, მუშაობს. ეხლა რაც შეეხება მუხრუჭების დასაჰაერებელ ხელსაწყოს. მუხრუჭების დასაჰაერებელი ხელსაწყო ყველაზე საუკეთესო არის ATS ფირმის, რომლებიც დაახლოებით ასე 400 ევროდან იწყება, 400-500 евро ღირს, ზოგი უფრო მეტიც და მათ არ ჭირდებათ კომპრესორიდან ჰაერი, არამედ უბრალოდ დენში შეაერთებთ და თვითონ აქვს თავის კომპრესორი, ჩადგავთ 5 ლიტრიანს მუხრუჭების სითხეს, ეგრეთ წოდებულ შიტკოს და ამუშავებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაც უფრო იაფიანი ვარიანტი გინდათ, აი ასეთი რაღაცაც იდეალურად მუშაობს, ესენი დაახლოებით 100 ევრომდე ღირს, ამას არ ჭირდება დენი, მაგრამ ჭირდება კომპრესორი. კომპრესორს აქ შეუერთებთ ჰაერს, ჩაასხავთ შიგნით 5 ლიტრი ჩადის, როგორც მახსოვს, 5 litrს ჩაასხავთ და მე ძალიან ბევრჯერ დავაჰაერე, ამით მუხრუჭები ვხმარობ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მუშაობს, მაგრამ ერთი რაღაცა არის, ერთი დეტალი, ერთი მინუსი. ამას მოყვება აი ეს სხვადასხვა აი ასეთი გადამყვანები. და მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული რაც არის, აი ასეთი, ეს არის სტანდარტული. ასეც აქ ვერ აარჩევთ და არც ერთი არ ვარგა, ეს არაფრად არ ვარგა საერთოდ აი ეს მთელი ყუთი ამას რაც მოყვება. ეს შეგიძლიათ შეიძინოთ უპრობლემოდ და გამოგადგებათ, მაგრამ ეს რა ვიცი, ამის გარშე თუ იქნება და ნაკლები ეღირება, შეგიძლიათ ეს არ იყიდოთ, ან თუ იყიდეთ, შეგიძლიათ ეგრევე გადააგდოთ რა. არაფერში არ გამოგადგებათ ეს სავარაუდოდ. ამიტომ მე შევიძინე უნივერსალური, ფაქტიურად ყველა მანქანაზე მიდის ეს და მინდა გითხრათ, რომ ამაში გადავიხადე 100 евро ამასთან ერთად და მხოლოდ ეს ღირს 40 евро, როგორც მახსოვს. 30 თუ 40 евро გადავიხადე ამაში, უნივერსალურში, ალუმინისაში და მუშაობს იდეალურად. ეს რაც შეეხება მუხრუჭების დასაჰაერებელს. ეხლა აი ეს ყუთი, ეს არის აქ სხვადასხვანაირი აი ასეთი ხამუტების მოსაჭერი, მოსაშვები და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, აი ამ ყუთში რაც არის, ეს არის აი ეს შეუცვლელი ხელსაწყო ჩემთვის და ყველა ხელოსნისთვის, ვინც არიცით, მოყვარულებმა გაჩვენებთ ეხლავე. ახრა მაგრად ამოხსნა ჩასმული, აი ასე. ეს არის ყველაზე მაგარი რაღაცა, როდესაც ვერ ხსნით ამა თუ იმ ხამუts, აი ასე შეგიძლიათ აი ამას მოუჭიროთ და ნახეთ ჩავა სადღაც შეგიძლიათ ან ტურბოს მილებზე, რა ვიცი, სხვადასხვა მილზე, რაზეც გინდა და ასე მოჭერილს დატოვებს. შემდეგ შეგიძლიათ აქედან გახსნათ, გაიხსნება ისევ, ეს არის
შეუცვლელი ხელსაწყო, ვისაც ეს არ აქვს, აუცილებლად უნდა შეიძინოთ, აუცილებლად გაგიმარტივებთ ცხოვრებას და მუშაობას. რაც შეეხება აი ასეთ თანკრაც, რასაც ვეძახით, ასეთ ამ წესს, ეს მაშინ ადრე ღირდა არ მახსოვს 100 ევრო, მე მგონი თუ 120 ევრო, მუშაობს ჩვეულებრივად, ცოტა ზოგჯერ აი აქედან ზეთი გაზდის, მაგრამ შეგიძლია ზეთი მერე დაამატოთ და იმუშავებს და მუშაობს ჩვეულებრივად, მაგრამ მე შევიძენდი თუ არა ეხლა ამას რო გითხრათ, ეხლა არ შევიძენდი, რადგანაც ეს დაახლოებით 100 ევრომდე ღირდა და ამაზე ბევრად უფრო კარგები არის, უფრო მასიური დიდები, დაახლოებით 200-250 ევროში. და ისინი ბევრად ჯობს ამას. მოკლედ გადავინაცვლოთ ეხლა აქეთ. ეს არის ასევე ეგრეთ წოდებული პაჩიბნიკების ამოსაპრესი, ჩასაპრესი ხელსაწყო. აქაც ყველაფერი მასიურია რკინის და ძალიან კარგია ესენი. მოკლედ ამაში არაფერი მინუსი არ არის, ეს გამოგადგებათ რო შეიძინოთ. ასევე კიდევ გადმოვინაცვლოთ ჩასაპრეს გამოსაპრესზე. ესეც არის საუკი ნაწილის სხვადასხვა აი ასეთი გადამყვანები მოყვება, ესეც მასიური ძალიან მაგარი, კარგი მეტალისგან არის გაკეთებული და აი ასეთი ბევრი სხვადასხვა გადამყვანი აუცილებლად გამოგადგებათ და გჭირდებათ და სიამოვნებას მოგანიჭებთ მუშაობისას. მე გეტყვით რომ აი იდეალურად შეგიძლიათ ამით რაღაცების ამოპრესა, ჩაპრესა უპრობლემოდ. შეგიძლიათ შეიძინოთ ვისაც გჭირდებათ. აი ეს ხელსაწყო, ესეც შეუცვლელი ხელსაწყო არის, დასაჰაერებელი სისტემის, წყლის სისტემის და დაჰაერების გარდა, ამით შეგიძლიათ ასევე შეამოწმოთ წყლის სისტემა არის თუ არა გერმეტული, შეგიძლიათ ნებისმიერი გადამყვანი აიღოთ, ნებისმიერი ავტომარკისთვის, ავტომობილისთვის დააერთოთ ხელის აი ესეთი პომპის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ, შექმნათ წნევა სისტემაში და შეამოწმოთ არის თუ არა გერმეტული, აქ წნევა უჭირავს თუ არა, ამის მეშვეობით შეგიძლიათ ასევე დააჰაეროთ და შეავსოთ წყლის სისტემა, ამისით ბევრი ვიდეო მაქვს მე ჩემს არხზე და ვინც არ იცით გამოყენება, შეგიძლიათ გამოიყენოთ და შეგიძლიათ ეს იყიდოთ, ძალიან მაგარი რაღაცა არის, ყველა ხელოსანს სჭირდება მსგავსი რამ. ეხლა ეს რა არის? ამას გერმანულად გეგენჰალტა ქვია, საწინააღმდეგო მხარეს და საჭერი ხელსაწყო, მაგალითად ეგრეთ წოდებულ შკივებს რაღაცებს რო ხსნით, არ გინდა რომ ის დატრიალდეს ის შკივი, ამიტომ აი აქედან აიღებ აი ამ რომელიც დაგჭირდება, ჩასვავ ამაში, საწინააღმდეგო მხარეს დაგიკავებს ვიღაც, ან ასე დაამაგრებ რაღაცნაირად და მოხსნი ამა თუ იმ დეტალს. ახლა ეს ამით ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს მონახსნელი და გამონაყენები, მაგრამ ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს, ეხლა არ შევიძენდი თქვენს ადგილას რო ვიყო, ან რო არ მქონდეს ნაყიდი არ შევიძენდი, რადგანაც აი აქ ხშირად ძვრება ეს, იღუნება და მოკლედ არ არის რაღაცა სტაბილური. ბევრად უფრო სქელები იყიდება, ბევრად უფრო კარგები ეხლა, ადრე არ იყო და ამას არ შევიძენდი, მე რო თქვენს ადგილას ვიყო. აი ამ ბევრად უფრო სტაბილური რომელიცაა, იმას შევიძენდი, ამის ყიდვა ეხლა ჩემის აზრით არ ღირს. გადმოვინაცვლოთ აქეთ. ესეც არის მასიური რკინის ყველაფერი, ძალიან ხარისხიანი, ამით შეგიძლიათ ასევე ესა თუ ის დეტალი ჩაპრესოთ, ამოპრესოთ, რეზინის ეგრეთ წოდებული ტულკებს, რასაც ვეძახით, ბევრი კიდევ პაჩიბნიკები და ასეთი რაღაცეები, ძალიან მაგარი რაღაცაა ეს, აი პრესის შემცვლელი ხელსაწყო, ასევე მე მაქვს ვიდეო BMW S60-ზე, მე მგონი როგორც მახსოვს, როგორ პრესავდი ამით, ამოუპრესე, ჩაუპრესე რაღაცები, შეგიძლიათ ეს შეიძინოთ, ძალიან მაგარი რაღაცაა. გადმოვინაცვლოთ აქეთ. ეს არის ამორტიზატორის ზამბარების შესაცვლელი ხელსაწყო. ძალიან მასიური არის, ძალიან მაგარი ხელსაწყო არის, ძალიან მაგარი. ასეთ რაღაცას როდესაც ყიდულობთ, არ უნდა დაზოგოთ თანხა. რადგანაც ეს უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას და ამის მეშვეობით შეგიძლიათ ასევე მაკფერსონის რაც არის ზამბარები, ყველაფერი შეცვალოთ, უპრობლემოდ სხვადასხვა ზომის მოყვება აი ასეთი პლასმასის დამცავები, რომ არ დაკაწროთ ახალი ზამბარები, ძალიან მაგარი რაღაცაა ეს აუცილებელია. ეს ხელსაწყო ეს არის აი ამ BMW-ს ასევე N46, N53 ძრავებისთვის და ეს წინ დასაყენებელი, როდესაც წინა კალენვალის შკივს ხსნით იმისთვის, რომ
დაიჭიროთ საწინააღმდეგო მხარეს და მოუშვათ, ეს არის ქვემოთ გამონაწილებელი ვალების გასასწორებელი. მოკლედ ესეც კარგი რაღაცა, ამის გარეშე ვერ მოხსნით თუ რაღაც არ ეჩალიჩეთ ძალიან. გადავინაცვლოთ ახლა აქეთ გადავინაცვლოთ. ეს რა არის, გეტყვით რომ ეს არის, როდესაც ეგრეთ წოდებულ სცეპლენიას ცვლით, მისი ცენტრირების ხელსაწყო, მაგრამ მე დიდად ეს არ გამომიყენებია, რადგანაც აი ასეთი ჩვეულებრივი პლასმასის იყიდება, რომელიც ასე შლის პირს და ამის მიხედვით ცენტრირება შეგიძლიათ იდეალურად. ამასაც გამოიყენებთ. ეს არ გაფუჭდება არც არაფერი, კარგი მეტალისგან არის, მაგრამ ეს იოლია მარტივად ეგრევე გააკეთებთ, მე რამდენჯერად ვცვლიდი, ადრეც ძველ სამსახურში, როდესაც მუშაობდი, აქაც მოკლედ ეს იდეალურად მუშაობს. ეს არის ოპელის 1-0, 1-2, 1-4 ტვინპორტ ძრავების, ასე ეკოფლექს ძრავების, ოპელისთვის, ეკოტეკისთვის გასასწორებელი, ასევე ნიშნულების, როდესაც ჯაჭვს ცვლით, კალენვალის გასაჭედი, რასპრედვალების გასაჭედი, ვანუსის გასასწორებელი. ეს არის ერთვანუსიანებისთვის, ეს არის ორვანუსიანებისთვის. ყველაფერი ერთნაირია, უბრალოდ ორვანუსიანს ორი გასაჩერებელი ჭირდება ეს და კიდევ ზედა ჯაჭვის გასასწორებელი რა დამჭიმის. ესენი იდეალურია, კარგია, შეგიძლიათ შეიძინოთ. ამის გარეშეც არ გამოვა მუშაობა, მუხრუჭების ცილინდრის კოლბის უკან დასაბრუნებელი. შეგიძლიათ ამით უკან დააბრუნოთ, ასევე უკანები, რომლებიც ხრახნებზეა, ისინიც ეს იდეალურად მუშაობს, ძალიან კარგია და ეს კიდევ ძალიან მაგარი რაღაცაა. ამითაც შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ, უბრალოდ ყველა მანქანას ამხელასი ფართი არ აქვს, ამიტომ რომელსაც არ აქვს, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. თუ არა და მარტივად ეგრევე ამას ჩასვავთ, ეს ერთმანეთის, ეხლა ერთი ხელით ვერ გადავიღებ, ასე გაიწევს ერთმანეთისგან და ესეც დააბრუნებს, ძალიან მაგარი რაღაცაა, ეს მაგარი კომფორტული. ეს როგორც ხედავთ, უბრალოდ აი ესეთი ბევრ სხვადასხვა კბილიანი, აი ასეთი ნაკრები არის, ესეც იდეალური რაღაცა არის, მაგარი ხარისხისაა, კარგია, შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ცოტა ისეთი მანქანების, სპეციფიური მანქანების სხვადასხვა 6 კუთხა მოსაშვებები და ზოგი აი ასეთი 4 კუთხედებით. ბევრს აი მაგალითად რენოს აქვს, ზეთის შეცვლის დროს თუ ასეთი ხელსაწყო არა გაქვთ, ზეთს ვერ შეცვლით, უბრალოდ კარტერს ვერზე ბოლტს ვერ მოუშვებთ. ესე ძალიან კარგი რაღაცაა. ეს შეუცვლელი ხელსაწყო და იმედი, შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაგჭირდეთ, ან საერთოდ არ დაგჭირდეთ, მაგრამ როცა დაგჭირდებათ, ოქროს ფასი აქვს ამას. მინდა გითხრათ, ვინც არიცით გეტყვით, თუ ჩაგიწყდათ რაღაც ბოლტი, ჩასვერლავთ, სვერლოთი ოდნავ და შემდეგ აიღებთ შესაბამის აი ასეთ სვერლოსავით, აი რასაც ხედავთ, უკან ამოსაბრუნებელს, ამას ჩასვავთ, დაატრიალებთ და იმ თქვენ ჩაწყვეტილ ბოლტს მოხსნით. ასევე, როდესაც დამრგვალდება რაღაც ბოლტები და უკვე არ ემთხვევა არც ერთი და ვერ ხსნით, ამის მეშვეობით უპრობლემოდ წამში ეგრევე შეგიძლიათ მოხსნათ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. ასევე ესეთ შეუცვლელი ხელსაწყოა, სამუხრუჭე მილები, როდესაც დაჟანგული ან გაფუჭებული ან გატეხილია, ამის მეშვეობით შეგიძლიათ აი ესე გადაჭრათ ამით და შემდეგ ამით თავები გაუკეთოთ სპეციალური გადამყვანები აქ მაქვს მე ვიდეოც მაქვს ამის, ვინც არ იცით ამის ხმარება, ძალიან მაგარი რაღაცა, ყველას გირჩევთ რომ ეს შეიძინოთ. ასევე აი ესეთი ხელსაწყოა, ესეთი თავებით, ესეც ძალიან მაგარი ხელსაწყოა და ვისაც გჭირდება შეგიძლიათ შეიძინოთ, ну ასეთი ახლა მოსახსნელები ამა თუ იმ რაღაცის, ეს ძალიან კარგი ასეთი ბევრი უნდა გქონდეთ, დიდებიც, არის ნაკრებები, საკმაოდ ძვირები ღირს, ეს უბრალოდ ესეც ძალიან მოსახერხებელი არის, შუშის საწმენდების მოსახსნელი, როგორც მოგეხსენება ძალიან რთულად იხსნება ხოლმე და ამით უცებ მოხსნით. ამორტიზატორის ასევე, როდესაც ამორტიზატორს ხსნით, ამით შეგიძლიათ ეს ჩაარჭოთ და ასე გაწიოთ გვერდზე. არ მოგიწევთ რაღაცების ჩარჭობა შიგნით, ისე მოხსნათ ამორტიზატორი, ესენი მოკლედ კარგი რაღაცებია, თუ გექნებათ, ცუდი ნამდვილად არ არის. ასევე აი ასეთი გადამყვანები, ესენიც იდეალურად მუშაობს, ყოველთვის დაგჭირდებათ, ესეც კარგი მეტალისგან არ ფუჭდება. აი ასეთი რაღაცეები ასევე, რაღაცების გამოსაგდებად, ესეც კარგი მეტალისგანაა და დაგჭირდებათ. ვაკუუმის ეგრეთ წოდებული პომპა, ამას ახლა თავისი მილები აქვს შიგნით, შეგიძლიათ რაღაცა შეუერთოთ და მემბრანა, მაგალითად ტურბოს ვაკუუმის ისინი რო აყენია რა, ცალკე
იჭერს თუ არა, ამის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს აუცილებელი რაღაცა. ხო, კიდევ აი დენის როდესაც ამოწმებ და მოხსნა არ გინდათ, დენი და ძაბვა ბევრს ერევა და დენი და ძაბვა ერთიგივე არაა. შეგიძლიათ ეს გაუკეთოთ პირდაპირ ზედ და გაზომავთ დენს. ასევე ეს მულტიმეტრად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს იატოს ფირმის არის და კარგად მუშაობს ძალიან. ასევე აი ესეთი ნაკრები მეგობრებო, მაშინ რო გეუბნებოდით, მე ამაზე ცალკე ვიდეოც გადავიღე. ძალიან კარგი გამოდგა ეს, ძალიან კარგი გამოდგა. და რა ვიცი, ფაქტიურად არაფერი არ გაფუჭებულა, ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ყველაფერი ძალიან კარგია და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. კომპრესორი მეტაბოსი, ადრეც გითხარით მე, მუშაობს მას შემდეგ რაც ვიყიდე რამდენი წელია, ვირივით მუშაობს, არაფერი არ დამართნია. ასევე პროფილაქტიკაში და გარაჟი აუცილებელი არის. კარგი მტვერსასრუტი, ეს არ არის ახლა რაღაც მაგარი ისეთი ძვირიანი ფირმის, პარკსაიდის ფირმის არის. ღირდა არ მახსოვს, მე მგონი 60 ევრომდე თუ რაღაც, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს ხეცივით. ასევე კიდევ ეს არ არის ესეც პარკსაიდის ფირმის არის, ესეც არ არის რა ძვირად ღირებული და მაგარი შედუღების აპარატი, სვარკას რასაც ეძახით, მაგრამ ამას აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი, არ ჭირდება გაზი. გაზის გარეშე შეგიძლიათ შეადუღოთ რაღაცები, უბრალოდ ეს იყიდეთ. ამას მოყვება ყველაფერი თავისი ანუ რა შედის პროვოლკას, რა ვიცი რა ქვია ქართულად, რა მავთული ხო რა რითიც ხდება შემდეგ შედუღება, აქ რაც გამოდის, როგორც კემპზეა ისე. უბრალოდ შეგიძლიათ დენში ჩართოთ და ეგრევე დაიწყოთ შედუღება რა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ არის მაგარი ხარისხის, არ არის რაღაცა სასწაული და ისე მაგრად არ ადუღებს, მაგრამ ვისაც არ გინდათ ჩემსავით რომ აქ მაგალითად ესე გარაჟში და რაღაც გაზი გამოიყენოთ და სულ წაიღოთ დასატენა, რა თქმა უნდა, კემპი გაზით ბევრად უფრო კარგად ადუღებს, მაგრამ მაგალითად გამოუვალ შემთხვევაში ამით შეგიძლიათ შეუულებრივად შედუღება. ასევე, ხო, და ეს ღირს დაახლოებით ასე 100 ევრომდე ღირს, როდესაც აქციაშია ხოლმე. ნელა მათი გამოიწე ერთი წამით. ასევე შეუცვლელი ხელსაწყო და უმაგრესი ხელსაწყო, რომელიც ყველა ხელოსანს უნდა ქონდეს აბსოლუტურად, ეს არის კამერა, აი ასეთი ენდოსკოპ კამერა, რომელიც დაახლოებით 80 ევრო ღირდა და ამ კამერაში ყველაზე მაგარი რაც არის, როდესაც საწვავ კამერაში, ასევე სხვაგანა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ საწვავ კამერაში ამას რო ჩაუშვებთ ცილინდრში, აი აქ დაატრიალებთ ამას და შეგიძლიათ აი ასე დაატრიალოთ, ნახეთ აი ესე ჩაუშვებთ, ბოლომდე დაატრიალებთ და ზემოთ ამ მხარესაც მოატრიალებს, არა მხოლოდ პორშინს დაინახავთ, არამედ კლაპნების მდგომარეობასაც. ამის ვიდეოებიც მე მაქვს და ისაც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ნახოთ. ასევე უცებ გადაურბინოთ ამას, თუ რაღაცას ყიდულობთ, მაგალითად აი ასე პისტოლეტს, მოსახსნელს, ბორბლებისთვის და ასევე სხვადასხვა სამუშაოებზე. მაკიტას ფირმის საუკეთესოა, რამდენი წელია მაქვს და შეუცვლელი ხელსაწყოა ესეც, აი უტყუარი, უღალატო ხელსაწყო, რომელიც ვირივით მუშაობს, აკუმულატორიც რაც მოყვებოდა ეს ელემენტი, ისე ვისა აქვს ზედ რამდენი წელი გავიდა უკვე და ოდნავაც არ გაფუჭებულა არაფერი, თვითონ ელემენტიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც პირველ დღეს წლების წინ. ასევე მაკიტას აი ასეთი თუ გინდათ ამით რაღაცას გახრეთ, თუნდაც აი ბოლტების რაღაცას მოსაჭერად, დასაყენებელი აქვს ყველაფერი, რამდენი ნიუტონზეც გინდათ და ესეც სწორედ ისე ხეცივით მუშაობს ძალიან მაგრად. ასევე რაც შეეხება ნიუტონ მეტრით, აი ესე გადასაჭერ კანჩებს, ეს პროქსონის მაგალითად ესეც იდეალურად მუშაობს და ძალიან ზუსტი არის, ეს 30 ნიუტონ მეტრამდეა, როდესაც ძრავში ესა თუ ის რაღაცა პატარა რაღაცებზე არის გადასაჭერი, ეს მეორე არ არის ძვირიანი, ეს იაფასიანია, მაგრამ რა ვიცი, ესეც მუშაობს და თავის მოვალეობას ასრულებს. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა ძალიან გაგვეწელა ვიდეო, 9 საათს გადაცა როგორც ხედავ, ამიტომ შევწყვეტ აქ და შემდეგ მეორე ნაწილსაც გავაკეთებ სავარაუდოდ. ესენი ეხლა ავალაგო, დავალაგებ შემდეგ სხვებს და მეორე ნაწილიც იქნება სავარაუდოდ და გაჩვენებთ იმ მეორე ნაწილში კიდევ უფრო მეტ ხელსაწყოს, რადგანაც არ მინდა ეხლა ამ ხელა ძალიან 1 საათიანი ვიდეო გამოგვივიდეს, უკვე ისედაც ალბათ მოგაბეზრეთ თავი და
კიდევ უფრო მეტად რომ არ მოგაბეზროთ. მოკლედ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. იმედია რაღაცაში გამოგადგებათ ეს ვიდეო და კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად იყავით.